პოლიციის მხრიდან მოწმეზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ადვოკატებმა კონკრეტული პირი წარადგინეს, რომელიც პოლიციის თანამშრომლის ზალ ადამიანის საქმეზე სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით იყო. მოწმის ამირან ძებისაშვილის თქმით, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ის იძულებით ჩასვეს მანქანაში და ზალ ადამიანს სასარგებლო ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მე პროცესიდან გამოვიდი თუ არა, მოსამართლე მომცა ამის უფლება, სასამართლოს კიბეებთან მე დამხვდები პოლიციის თანამშრომლები, სამოქალაქო ფორმაში ჩასმულები, რომლებმაც ძალის გამოყენებით ჩამშვეს მანქანაში და ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლის მოხდენას. კონკრეტულად ჩალვა ზამბახიძე იყო რუსთავის მიორგანყოფილების უფროსი. ვეუბნებოდი, რომ აეხსნა ჩემთვის თუ რა ხდებოდა. ღემედე მე რუსთავში ჩემს საკუთარ სახლში ვერ მივდივარ, მაქვს იმის ჭიში, რომ რაღაც ან ფიზიკური ან რაღაც ზეწოლა ან რამეს ჩამიდებენ და ჩემზე ზეგავლენას მოახდენენ. ბატონი ამირან ძებისაშვილი გახლდათ არის ბრალდების მოწმე. ბრალდების მოწმე, რომელიც ჩვენებაც იდო საქმეში, სადაც ის ამბობდა, რომ სადაც ის ასე ვთქვათ ბრალდების პოზიციას ამყარებდა, თუმცა სასამართლოზე დაკითხვის დროს მან გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე და მოყვა იმ ისტორიას, იმ შემთხვევას, თუ როგორ ცემეს ვასილ ლომსაძე პოლიციელებმა. მოწმეზე მიზანმიმართულ ჩვენ ინფორმაციით ზეწოლას აქვს ადგილი, რათა მან არ თქვას ის, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი. მან როგორც კი პოლიციელთა ამქმედებას ჰქონდა ადგილი, მიმართა და დაუკავშირდა გენერალურ ინსპექციას, თუმცა გუშინდელ დღემდე ამის შესახებ რაიმე გამოხმაურებას ადგილი არ ქონია.